ვაგრძელებთ საუბარს ზრდილობის შესახებ. განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ვერბალური ზეწოლის განხორციელება უცნობ ადამიანზე. ამ შემთხვევაში მოლაპარაკე უხეშად იჭრება ადრესატის პირად სივრცეში. ძალიან ბევრ კულტურაში, კერძოდ ინდივიდუალისტურში, მოსაუბრის ქცევაზე ასეთი ზემოქმედება პრინციპში წარმოუდგენელია, ვინაიდან იქ კომუნიკაციის ყველა მონაწილისთვის პრიორიტეტული არის კომუნიკანტის სახის დაცვა, იმიჯის შენარჩუნება, როგორც თავისი, ასევე სხვისი. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, როგორც ქართულ, ასევე რუსულ კულტურაში, მნიშვნელოვანი გახდა კომუნიკანტის პირადი ავტონომიის, პირადი სივრცის ცნება, რაც დასავლეთ ევროპული კულტურების დიდი გავლენით აიხსნება. საერთოდ, რაც უფრო მეტად გავიხსნებით დასავლური სამყაროსადმი, მისი გავლენით ჩვენი პირადი სივრცე ნელ-ნელა გაიზრდება. ახლა რაც შეეხება ბრაუნისა და ლევინსონის ზრდილობის მოდელს. ენობრივი ზრდილობის თეორიის განხილვისას ძალზე მნიშვნელოვანი არის ბრაუნისა და ლევინსონის ზრდილობის მოდელის გათვალისწინება. 70-იანი წლებიდან ენათმეცნიერებაში გამოჩნდა თეორიები, რომლებიც ცდილობენ ჩამოაყალიბონ ზრდილობის მოდელი, ახსნან ყოველდღიური ცხოვრების ენობრივი პრაქტიკის შესაბამისი მომენტები. მათ შორის ყველაზე უფრო მეტად არის აღსანიშნავი ბრაუნისა და ლევინსონის მოდელი, რომელიც შემდგომში საფუძველი გახდა ყველა თეორიისა, რომელიც იწერებოდა ენობრივი ზრდილობის შესახებ. ცნობილია, რომ არაფრისგან არაფერი წარმოიქმნება. ბრაუნმა და ლევინსონმა შექმნეს თავიანთი მოდელი, ემყარებოდნენ რა ჰოფმანის მიერ შემუშავებულ სახისა და პირადი სივრცის ცნებებს. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ მათ თავიანთი ნაშრომი სწორედ ჰოფმანის ხსოვნას მიუძღვნეს. ჰოფმანისეული სახის ცნება ბრაუნთან და ლევინსონთან იქცევა პოზიტიურ სახედ. აღნიშნავენ ასევე, რომ პოზიტიური სახე გამოხატავს ინდივიდის ნარცისულ შემადგენელს. ნეგატიური სახე სხვა არაფერია თუ არა პირადი სივრცე. ეს ორი სახე, დადებითი და უარყოფითი, წარმოადგენს თითოეული სოციალური არსების შემადგენელ ნაწილს. ამ შემთხვევაში არსება წარმოგვიდგება როგორც ორსახოვანი იანუსი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აქ ეს ორი სახე უფრო აღსებს ერთმანეთს, ვიდრე ხაზს უსვამს მათ პოლარულობას. პიროვნება უნდა ცდილობდეს, რომ დაიცვას ორივე სახე. ვინაიდან ვერბალურ კომუნიკაციებში ორივე სისტემატურად ემუქრება პოტენციური საფრთხე. აქტებს, სადაც ჩასაფრებული არის ამ ტიპის საფრთხე, ბრაუნმა და ლევინსონმა უწოდეს face threatening acts, ესე იგი FTA, მოკლედ რომ თქვა. მისი უკეთ გაგებისათვის უნდა აღნიშნოთ, რომ ბრაუნისა და ლევინსონის თანახმად ნებისმიერმა სამეთყველო აქტმა შეიძლება რაღაც დონით საფრთხე შეუქმნას როგორც მსმენელის, ასე მოლაპარაკის სახეს. მაგალითად, მსმენელის პოზიტიურ სახეს შეიძლება დაემუქროს კრიტიკა, სარკაზმი, გაღიზიანება, ხოლო მოლაპარაკის პოზიტიურ სახეს თვითკრიტიკა, აღიარება ამ ბუდიში. იმის მიხედვით, თუ რა ემუქრება თითოეული მოსაუბრის სახეს, ყველა სამეთყველო აქტი გაყოფილია 4 კატეგორიად. ესე იგი, FTA მეტყველი სუბიექტის პოზიტიური სახისათვის, მაგალითად თვითკრიტიკა. FTA მეტყველი სუბიექტის ნეგატიური სახისათვის, მაგალითად შეთავაზებები და პირობების მიცემა. FTA მსმენელის პოზიტიური სახისთვის, შეურაცხყოფა, ლანძღვა, დაცინვა, კრიტიკა და FTA მსმენელის ნეგატიური სახისთვის. ყველა სახის დირექტივა, მაგრამ ამავე დროს ეგრეთ წოდებული არადელიკატური, აბეზარი კითხვები. მაგალითად, ჩვენს მიერ უკვე ნახსენები ქართული საჩოთირო კითხვა რამდენ შოულობ თვეში. ან კითხვა გაუთხოვარ ქალს, რა ზელოდები, რატომ არ თხოვდები. ასევე არსებობს პირადი სივრცის დარღვევის არავერბალური საშუალება, ვიზუალური ხმოვანი და ასე შემდეგ. ზრდილობა გულისხმობს სურვილს, რომ დაცული იქნას ყველა ეს სახე და პირველ რიგში მსმენელის, მაგრამ რა თქმა უნდა თავად მოლაპარაკისაც. და შეგვიძლია დავუმატოთ მესამე პიროვნებისაც, რომელიც მონაწილეობს ინტერაქციაში. მაგალითად, ქათინეულმა ერთი ქალის მიმართ სხვა ქალის თანდასწრებით შეიძლება შეურაცხყოფს ეს უკანასკნელი. აქედან გამომდინარე, ზრდილობის უმთავრესი პრინციპი შეიძლება გამოვხატოთ გერბრატ ორექიონის სიტყვებით: გაუფრთხილდით ერთმანეთს. ეს გაფრთხილება მოიცავს ყველაფერს, რასაც კი მიმართავს პიროვნება იმისთვის, რათა მისმა ქმედებებმა არ დაუკარგოს პრესტიჟი არავის, მათ შორის თავად მასა. რაც შეეხება ბრაუნსა და ლევინსონს, ისინი თვლიან, რომ ყოველი გონიერი მოსაუბრე ცდილობს თავიდან აიცილოს მუქარის საფრთხეს შემცველი აქტები, რისთვისაც მიმართავს გარკვეულ სტრატეგიებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს პოტენციური მუქარა. ისინი იძლევიან ამ სტრატეგიების რეპერტუარს და დაწვრილებით აღწერას, რომელზედაც ჩვენ არ შევჩერდებით მათი სიმრავლეს გამო. ხოლო ზოგადად ეს სტრატეგიები დაყვანილი არის ორ ტიპზე: პოზიტიური ზრდილობა, რომელიც გვთავაზობს სურვილს მოახდინოს დადებითი ეფექტი ადრესატზე, გამოავლინოს ინტერესი და სიმპათია მოსაუბრის მიმართ, ისწრაფოდეს ურთიერთგაგებისა და თანხმობისაკენ. და ნეგატიური ზრდილობა, რომელიც მდგომარეობს ისეთი სამეთყველო აქტების თავიდან აცილებაში ან შემსუბუქებაში, რომელიც საფრთხეს უქმნის მსმენელის სახეს ან პირად სივრცეს. ესენია ბრძანება, კრიტიკა, უტაფტო კითხვები
თხოვნა, ან იმ შემთხვევაში თუ საფრთხის შემცველი სამეთყველო აქტი უკვე ნათქვამია მაშინ მის გამოსწორებაში, მაგალითად მოგოდიშება. გერბერტ ორიკიონის ზრდილობის კონცეფციაში FTA-ის ცნება დაბალანსებულია anti-FTA-ით ან FFA-ის ცნობით. FFA არათუ საფრთხეს უქმნის face flattering acts. FFA, ესე იგი ეს უკანასკნელი, არათუ საფრთხეს უქმნის მსმენელის სახეს, არამედ პირიქით საშუალებას იძლევა მოვიპოვოთ მსმენელის კეთილგანწყობა. ეს ისეთი სამეთყველო აქტებია, როგორც არის კომპლიმენტი, მადლიერების გამოხატვა, თანხმობა და სხვა. შედეგად, ზრდილობის სისტემა აღმოჩნდა უფრო გაწონასწორებული და სამეთყველო აქტების ანალიზი წარმოებს ბევრად უფრო ადეკვატურად. მაგალითისთვის, რომ ავიღოთ სიყვარულის ახსნის სამეთყველო აქტი. იგი წარმოადგენს პირველი FFA-ის მსმენელის პოზიტიური სახისთვის მისი თავმოყრობა დაკმაყოფილებულია. მეორე FTA-ის მსმენელის ნეგატიური სახისთვის. ეს მისთვის შეიძლება იყოს შემაწუხებელი. შემდეგ FTA მეტყველი სუბიექტის ნეგატიური სახისთვის. იგი ხარჯავს ამისათვის დროს, მორალურ ძალებს და FTA მეტყველი სუბიექტის პოზიტიური სახისთვის იმ შემთხვევაში თუ უარი უთხრეს. ასეთი მეთოდი საშუალებას იძლევა FTA-ისა და FFA-ის ტერმინებით აღწეროთ ყველანაირი სამეთყველო აქტი. მართლაც, სწორედ ამ მოდელის ეფექტურობა და გამჭვირვალობა არის მიზეზი, რომ ძალიან ხშირად მიმართავენ მას სხვადასხვა ენის შესახებ მომუშავე მეცნიერები. ბევრი მკვლევარი თანხმდება იმ აზრზე, რომ დასავლურ კულტურაში უპირატესობა ენიჭება ნეგატიურ ზრდილობას, რაც გამომდინარეობს დასავლელი ადამიანის პირადი სივრცის გაძლიერებულ შეგრძნებაში. უნდა აღინიშნოს, რომ პირად ზონაში შეჭრას რუსები და ქართველები შედარებით ადვილად ეგუებიან ვიდრე ინგლისელები. ამის გამო რუსული და ქართული კომუნიკაციური სტილი უფრო პირდაპირი და გულწრფელია ვიდრე ინგლისური. ეს კარგად ჩანს მაგალითად თხოვნის კომუნიკაციურ აქტში. მაგალითად ინგლისელები იშვიათად აწუხებენ ერთმანეთს თხოვნით, რითაც რა თქმა უნდა ცდილობენ მეგობრის პირადი სივრცის დაცვას და თუ მაინც მიმართავენ მას, მაშინ ეს თხოვნა ძალზე თავაზიანია, რაც გამოიხატება მოდალური ზმნისა და კითხვითი ფორმის გამოყენების საშუალებით. შეგიძლიათ მაგალითად ეს წიგნი რა თხოვოთ, რა ხომ ვერ შეძლებდით რომ ეს წიგნი გეთხოვებინათ რამოდენიმე დღით. თხოვნის რუსული ფორმა კი, რომელსაც ბრძანებითის ფორმა აქვს, გაკვირვებას იწვევს დასავლური კულტურის წარმომადგენლებში. გონიათ, რომ იღებენ ბრძანებას, მიუხედავად სიტყვისა პაჟალოსთა. ამ შემთხვევაში სავარაუდოა, რომ თავის მნიშვნელოვან როლს თამაშობს არავერბალური თუ პარავერბალური კომუნიკაციის ფაქტორები, როგორებიც არის ინტონაცია, მიმიკა, ხმის წიმაღლე, გამომეტყველება, ჟესტიკულაცია და ბევრი სხვა.